1991 წელს ჯავის რაიონში მცხოვრები 40 ოჯახი საკუთარი სახლებიდან მარნეულისკენ მიწისძვრამ გამოაქცია. ტერიტორია დღეს უკვე ოკუპირებულია, ამიტომ მარნეულში დასახლებულებს დევნილობის სტატუსი აქვთ მინიჭებული. ეკომიგრად დევნილებს 20 წლის წინ ქალაქგარეთ 3 ორსართულიანი კორპუსი მიუჩინეს, თუმცა ბინების დანგრევის შიში მაცხოვრებლებს აქაც აქვთ. დანგრეული შენობებია უკვე რა ვიცი, კედლები ჩამოშლაზია, გაუძლებს თუ არა ამ ზამთარს, არც ვიცი. დავზარალეთ და ჩამოვედით აქ მე რაც ქონდა ზოგი ჩვენ მოუმატეთ საშუალება რაც ქონდა აგერ მაგალითად მე აგერ ეს მოუმატე ამ იმაზე აგერ ხალხმა იწვალეს თვითონ თავისი მით პატარ-პატარა რაღაცა ხო ნორმალურად გვეცხოვრა მაინც არ გამოგვიდის. ადრე აქ სამხედრო ქალაქი იყო, ბინების შუაში დერეფანია. ოთახები კი ერთმანეთის პირდაპირ არის განლაგებული. საძინებლის მისაღების, სამზარეულოსა და აბაზანის ფუნქციას ერთდროულად ერთი ოთახი ასრულებს. კორპუსებში საკანალიზაციო სისტემა გაყვანილი არ არის. მაცხოვრებლებს ერთი საერთო საპირფარეშო ეზოში აქვთ. სადარბაზოში შესვლამდე მაცხოვრებლებმა ცხოველებისა და ფრინველების თავშესაფარი უნდა გაიარონ. ანტისანიტარიის გამო აქ 15 წუთით გაჩერებაც კი შეუძლებელია. საკათმე საღორე და ძროხების თავშესაფარი საცხოვრებელ კორპუსთან იმდენად ახლოს არის, რომ ფანჯრების გაუღებლად არასასიამოვნო სუნი შენობაში მაინც აღწევს. ბავშვები დაავადებულები არიან, ზოგს ყელი აქვს, ჩირქოვანი, ზოგს ფეხები და მუხლების ტკივა და 5 წლის ბავშვს მუხლები ეტკინება, ეს აზოტისა და ასეთი ანტისანიტარიის ბრალია. ღამე უძილება გვაქვს და რა ვიცი. ტკივნეული თემა ეკომიგრანტი დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის საკითხს ადგილობრივ თვითმმართველობაში ასე იხსენიებენ. ლტოლვითა და განსახლების სამინისტროსთან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა შუამავლობა დიდი ხანია რაც დაიწყეს. თუმცა როგორ უნდა მოგვარდეს, პრობლემები ორივე მხარეს ჯერ ვერ შეთანხმებულა. ვითომ იძახდნენ ამათ გავარემონტებთ, მაგრამ ეს გასარემონტებელი რო არ არის, კი ხედავენ. და ეხლა რა ვიცი, მშენებლობა გვინდა ძალიან და საკუთარი სახლი. კი, ადგილები გვაქვს და გვინდა რომ საკუთარი კოტეჯები გაგვიკეთონ ჩვენ ადგილებში. პირადად ვაწარმოებდი რამოდენიმე თვის განმავლობაში მოლაპარაკებას, პრაქტიკულად ერთი პერიოდი მივახციეთ კიდეც, რომ ჩვენ იმავე ადგილზე უნდა აგვეშინებია ერთი საცხოვრებელი კორპუსი, სამწუხაროდ ამას დაწვარი მივიღეთ. ამ დღესდღეობით ისევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ტოლთა და განსახლების სამინისტროსთან, პირადად მე და ჩართული არიან ამაში ადგილობრივი მოსახლეობაც, რომ მაქსიმალურად იყოს მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული. ვფიქრობთ, ეს შეიძლება იყოს თანხის სახით, ეს შეიძლება იყოს ისევ კორპუსის სახით, ან სხვა სახით. იმის გამო, რომ ჯერ შეთანხმება არ მიღწეულა, დასახლებამდე გაზის მილების გაყვანაზე კერძო კომპანიები უარს ამბობენ. ეკომიგრანტი დევნილების დასახლებამდე არც ტრანსპორტი დადის.